რატომ ტაილანდი და რატომ ასეთი ინტერესი ახალი წლის პირველივე წუთებიდან? 2026 წელი ჯერ ახალი დაწყებულია და ტაილანდის ტურიზმისა და სპორტის სამინისტრო უკვე ითვლის მონაცემებს. პირველივე 10 დღის განმავლობაში ტაილანდს უკვე ეწვია 1,101,549 ტურისტი. რა ხდება ამ ქვეყანაში ასეთი საინტერესო და ეგზოტიკური? მოდით ერთად ვნახოთ. როგორც ლეონარდო დიკაპრიო თავის ძველ ფილმში ეძებს 60-სეულ კუნძულს. ისეთია ამ ქვეყანაში მოგზაურობის ყველა მარშრუტი. კუნძულიდან კუნძულზე, ქვიშიდან წყალზე, წყლიდან ნავში, მღვიმეებისა და ზღვაში ამოზრდილი კლდეების გავლით. და პირველ რიგში გზა სწორედ იმ მიმართულებით მიდის, როგორც ამ დაუვიწყარი ფილმის კადრებშია. კუნძული მაია ბეი, ხელშეუხებელი ბუნების გასაოცარი ძეგლი. ადგილი, რომელიც 25 წლის წინ ტაილანდელების გარდა თითქმის არავინ იცოდა. 2000 წელს გამოვიდა ფილმი და დაიძრა ხალხის განუზომელი ტალღა ამ სანაპიროს სანახავად. ზუსტად არის ის ზღაპრული მშვიდი განწყობა, რასაც დიკაპრიოს პერსონაჟი ეძებს ამ ფილმში. პოულობს თუ არ პოულობს, ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია, იმიტომ რომ ყველა ფილმს თავისი ინდივიდუალური აღქმა აქვს. ვისაც არ გინახავთ ფილმის სახელად სანაპირო, უნდა ნახოთ ეკრანზეც და აი აქაც. ესაა დაცული ტერიტორია, რომელშიც ახალდაბადებული ზვიგენები ბინადრობენ და მათი კონსერვაციის გამო მათივე უსაფრთხოებისთვის წყალში ხალხის შესვლა აკრძალულია. ასე რომ ერთი ცენტრალური სამახსოვრო ფოტო და მონიშნა იმისა, რომ მაია ბეი უკვე ნანახია. გადაღებების ლოკაციებს გავყვებით, ტაილანდის კუნძულების კიდევ ერთ ტოპ სანახაობებშია ჯეიმს ბონდის კუნძული. Are you ready, Mr. Bond? Ready. ამის მიზეზი არის 1974 წელს გადაღებული ეპიზოდი. კაცი ოქროს იარაღით. დუელის სცენა. და მხოლოდ ეს სამი კადრი, რომელიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ კუნძულის საყოველთაო პოპულარობა დაწყებულიყო. ოქროს იარაღი ახლა უკვე მთავარი ტურისტული დეტალია. Thank you. ტაილანდის სპილოების გარეშე წარმოუდგენელია. ეს გიგანტური და თან უსაყვარლესი გარეული ცხოველი ტაილანდის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა. სპილოების მოვლისა და გამრავლების მიზნით ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონშია გაშენებული მათი კონსერვაციის ცენტრები. ჯამში ტაილანდში 4000-მდე სპილო აღირიცხება. მათგან აი ეს ერთი და ძალიან საყვარელი მათგანი მინდა გამოვარჩიო. და მოდით, დილის რუტინა მასთან ერთად გავიაროთ. ეს არის ბანანი და ასე ვიტამინებით და მინერალებით სპეციალური საკვების რომლიც გამზადეთ სპილოს დილის საუზმელად. კუთვნილი პორცია საუზმის 2 ბურთულა ჩემს სუნაკ მეგობარს სულაც არ ეღო. აი კონკრეტულად ეს სპილო შედარებით მცირე ზომის გამო, მცირე რა, დანარჩენთან შედარებით მცირე ზომის გამო, მეგონა უფრო ბეიბი სპილო და მკითხე მომდეც, რომ ეს უფრო პატარა არის ბეიბი და არა, ეს არისო 57 წლისო. რამდენიმე წუთი ჭირდება თურმე დრო იმისთვის, რომ ტემპერატურას შეეჩვიოს. და საინტერესო ინფორმაცია, დღის განმავლობაში სპილო თურმე ბანაობს დაახლოებით 45 ჯერ. 45-ია ხალხი.
ტაილანდის შუაგულში, სანაპიროებიდან მოშორებულ რეგიონში თუ დაბინავდებით, შეგიძლიათ შუაგულ ჯუნგლებში ამოჰყოთ თავი, მაიმუნებითა და საუცხოო ფრინველებით სავსე გარემოში. პირდაპირ ხეზე აშენებული ქოხებით. მოკლედ, არჩევანი დიდია და ალბათ ტურისტების ასეთი დიდი რაოდენობაც სწორედ ამით აიხსნება. ეს არის კონტრასტების ქვეყანა. ადგილი, სადაც იპოვით ზუსტად იმას, რაც თქვენს სურვილებსა და გემოვნებას დაემთხვევა. და რაც მთავარია, ამ ქვეყანაში გამეფებული ღამის ცხოვრება არის კიდევ ერთი ტურისტული მიზიდულობა, რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს. ღამის ცხოვრება თუ უბრალოდ თავბრუსხვევა, არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ ამ სანახაობას. ხალხის, ფერების, უძილობის, ხმაურის, მუსიკის, თავდავიწყების და ქაოსის შეგრძნებას, რაც ფხუკეთისა თუ ბანგკოკის ქუჩებში ხდება ღამით. აქ შეიძლება ნახოთ და დააგემოვნოთ ყველაფერი, მათ შორის შემწვარი ხოჭოების და მატლების ნაირსახეობა. აქ პირდაპირ ქუჩაში ერთ ტაფაზე იწვება და იხარშება ეგზოტიკური კერძებიც და გიჟური ადამიანური თავგადასავლებიც. და რაც თავარია, ეძლებათ არჩევანი, გაათენოთ ამ ფერად ზმანებებში თუ გაიღვიძოთ მზის ამოსვლისას. დაადგეთ ბანგკოკის გრძელ გზას და ნახოთ კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა. მოტივტივე ბაზარი. რომელიც მწვანე მდორე წყლის არხში ცხოვრობს და თითო ოჯახზე თითო ნავი აქვს ტრანსპორტად. აბა რას გვთავაზობს ეს ბაბუა? ეს რა არის? რაღაც სენდვიჩების მსგავსი. რა გინდა სულ და ქვია ამ ყველაფერს? ხელით დარჩეული და მორთმეული. დილის ბოსტნეული, ხილი, ბანანი, ანანასი, ანანასის ნაყინიც კი. აქვეა მატარებელი. აი ის მატარებელი სავსე გაჭედილ ბაზარში რომ გაივლის და მთელ მსოფლიოს აოცებს. დედაქალაქიდან ნახევარი საათის გზაზე პატარა ქალაქშია ეს რკინი გზა გაშლილი. ლიანდაგი, რომელზეც ფეხის დასადგმელ ადგილს ძლივს იპოვით. ამოიარა ჩვენო მატარებელმა, რომელიც დავაცილეთ და აი ეს იყო ეს სანახაობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება ყოველ დილას 8 საათზე. და ბოლოს ახლოვდება მზის ჩასვლის დრო. წითლდება ცა. სწრაფი ნაბიჯითაა მოსაძებნის საუკეთესო წერტილი ბანგკოკის დაისის სანახავად. მოსასწრებია მისვლა ისეთ ადგილას, საიდანაც მოჩანს ვატ არონის ბუდისტური ტაძარი. როგორც ამბობენ, ტაილანდის დედაქალაქში აქ არის მზის ჩასვლის საუკეთესო ხედი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაგონილს ნამდვილად სჯობს ნანახი. ამ წუთებში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ უკვე აღარ ისმის კითხვის ნიშანი, თუ რატომ მოდიან ადამიანები მსოფლიოს ყველა წერტილიდან ამ ქვეყნის სანახავად. ზუსტად ეს კადრია პასუხი შეკითხვაზე, რატომ ტაილანდი?